ეგრეთ წოდებული ვეტინგის სისტემა ისევ განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, მას ყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. მოსამართლეების ერთი კატეგორია ამბობს, რომ საერთოდ არანაირ შემოწმებას არ დაექვემდებარება, თუმცა მსგავს კატეგორიას მოუწოდებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მათ არაფერი არ აქვთ დასამალი, არც უნდა ეშინოდეთ სწორედ მსგავსი კონტროლისა. თემასთან დაკავშირებით წარწერები გაჩნდა დედაქალაქის ქუჩებშიც, ვეტინგის სისტემის მომხრეები მოუწოდებენ კიდევ ერთხელ მოსამართლეებს, რომ მათ გაიარონ ეს შემოწმება. უფრო მეტ დეტალს კი, რა არის ვეტინგი, იმუშავა თუ არა მან კონკრეტულ ქვეყნებში წარმატებით და რატომ არ ემხრობიან მოსამართლეების ნაწილი, ასევე ხელისუფლება არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ამ სისტემისა. სწორედ აი ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ნაზი ჯანეზაშვილი, ორგანიზაცია სასამართლოს გუშაკის დამფუძნებელი გვერდდება. მოგესალმებით. მადლობა იმისათვის, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში ეს თემა სასამართლო სისტემის გაუმჯობესება, გაჯანსაღება ერთ-ერთი არის იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც ჯერ 12 რეკომენდაციის სახით ჰქონდა, ახლა უკვე 9 დათქმაშიც მიგვანიშნებენ, რომ კიდევ ერთხელ გადასახედ გვაქვს სწორედ ეს მიმართულება. მე მაინტერესებს, მოდით დავიწყოთ ჯერ იმაზე საუბარი, რა არის თვითონ ვეტინგის სისტემა, რატომ გახდა ის ასეთი განხილვის საგანი ჩვენს ქვეყანაში, თუ გვაქვს პოზიტიური მაგალითები იმისა, სადაც იმუშავა ვეტინგის სისტემა, ამაზეც აუცილებლად ვისაუბროთ, შემდგომში კი გადავალთ უკვე იმ საკითხებზე, თუ რატომ გაუჩნდა მას მოწინააღმდეგეები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. რაც შეეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას, ეს არის რეალურად მექანიზმი, რომლითაც უნდა შემოწმდეს რამდენად წესიერია ესა თუ ის მოსამართლე და ამაში გულისხმობა რა თქმა უნდა ის თუ რამდენად არის მოსამართლე დამოუკიდებელი, რამდენად ახორციელებს თავის საქმიანობას წესიერად, პატიოსნად. მოკლედ ეს არის კრიტერიუმი, რომელიც მოსამართლისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიდრე ის დაინიშნება იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, შერჩევის დროს უნდა ხდებოდეს მისი შემოწმება სწორედ აი ამ კრიტერიუმის ნაწილში. საქართველოში ასეთია კანონმდებლობა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის. მაგრამ ამ წლების განმავლობაში ჩვენ ნახეთ, რომ ეს არ მოწმდებოდა, მოწმდებოდა მხოლოდ ფორმალურად და შინაარსობრივად ამ სიღრმეებში არავინ არ ჩადიოდა. მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის პლანურ მმართველობაზე, ისე გამოვიდა, რომ პლანის წევრები ერთმანეთს აფასებდნენ და საბოლოო ჯამში ბუნებრივია აქ კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება და კიდევ უფრო მატულობს. რაც შეეხება იმას, თუ ევროკომისია რატომ გვირჩევს საქართველოში ამის გაკეთებას, ეს არის საგანგებო სიტუაცია რეალურად, საგანგებო სიტუაციისთვის მექანიზმი, რომელიც უნდა იყოს ერთგვარი გამოსავალი სასამართლოს შექმნილი ვითარებიდან. საგანგებო იმიტომ, რომ ჩვენ რეფორმები გამოვიარეთ სხვადასხვა ცვლილებები, თითქოს რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, თითქოს დაკომპლექტდა ესა თუ ის სასამართლო რაღაც დროს უვადო მოსამართლეებით, მაგრამ შედეგი არ გამოვიყო ყველაფერმა და ამიტომაც არის ექსტრაორდინარული სიტუაცია. და ამ ექსტრაორდინარული გამოსავლით უნდა უშუალოდ სწორედ აი ამ შექმნილ მდგომარეობას და ასე წერს ევროკომისია ყოველ შემთხვევაში, რომ ეს საგანგებო შემოწმების მექანიზმი რომ უნდა შეიქმნას. ამდენად ხელისუფლების სურვილი იქნება თუ არ იქნება, მოსამართლეების სურვილი იქნება თუ არ იქნება ამ ეტაპისთვის. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ გარდაუვალია და საქართველოში ეს მექანიზმი შეიქმნა, უბრალოდ შეიძლება ეს იყოს დროის საკითხი. როდესაც აი ასეთი კატეგორიული წინააღმდეგობა შეხვდა ეგრეთ წოდებულ ვეტინგის სისტემას, ხედავდით, რომ ხელისუფლება, იგივე მოსამართლეების ნაწილი ამბობდნენ, რომ ვეტინგის სისტემის შემოღება იქნება ერთგვარი ჩარევა უცხო ქვეყნების მხრიდან საქართველოში ის საქართველოს სასამართლო სისტემაში, რომ ვეტინგის სისტემა ემსახურება დისკრედიტაციას იმ მოსამართლეებისა, ვინც ახლა არიან ამ პოზიციაზე და ასე შემდეგ. რეალურად რა იმალება აი ამ პროტესტის მიღმა, როდესაც თავს არიდებენ ამ სისტემას, რომელზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიგვანიშნებენ, რომ ის საჭირო და აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ამ განწყობებს სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, რომლითაც უნდა შემოწმდეს გავლენიანი მოსამართლეების კეთილსინდისიერება, რა თქმა უნდა, დგას შიში იმისა, რომ შეიძლება მათ ეს პროცესი წარმატებით ვერ გაიარონ.
ყველაზე კარგად თვითონ იციან დაუშვათ რა მექანიზმის შედეგად იყვნენ არჩეულნი ამ თანამდებობაზე. ყველაზე კარგად თვითონ იციან სად არის მათი ხარვეზები. სად არის ყველაზე ასე ვთქვათ რთული მათთვის რომ გადალახონ ეს ეტაპი. განსაკუთრებით თქვენ ნახეთ რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები აქტიურობდნენ, ანუ ის ადამიანები, რომლებიც უადოდ არიან არჩეულნი საქართველოს პარლამენტის მიერ და რომელთა არჩევასაც ჰქონდა ძალიან დიდი კრიტიკა, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ეს მოსამართლეები მაინც გახდნენ უზენაეს სასამართლოში ასეთი მაღალი პოზიციის, ასე ვთქვათ, მქონე მოსამართლეები, მათ შორის თადუმაძე და სხვების და არჩეულნი არიან უკვე ამ თანამდებობაზე უკვე რამდენიმე წელია. შესაბამისად, მათ იციან, რომ ფაქტობრივად ძალით ჩაიცვეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის მანტია, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკა იყო ძალიან უწვავი, მათ ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. მათთვის მთავარი იყო, რომ დანიშნულიყვნენ ამ პოზიციაზე და იმის იქით საერთოდ არ აინტერესებდათ, რა კრიტიკა იყო, რა არ მოსწონდა სამოქალაქო საზოგადოებას, ეუთოს მაგალითად სახალხო დამცველს. საერთოდ ეს იგნორირებული იყო მათ მხრიდან, მაგრამ ამის იგნორირება ხო ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. მათ ხომ ძალიან კარგად იციან თუ როგორ მოხდა არჩევა მათი ამ პოზიციაზე. ამიტომ ეშინიათ ყველაზე მეტად და ინიციატივა სწორედ წამოვიდა, რა თქმა უნდა, უზენაეს სასამართლოს მოსამართლებისგან, სწორედ აი ამ შიშების და ამ წარსულის გამო. და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე მასაც კი ამბობს, რომ თუ რაღაცა ასეთი მექანიზმი შეიქმნა, მე მზად ვარ, რომ თანამდებობაც კი დავტოვო ჩანაწერებში ისმის მისი თქმა. ამდენად ეს შიშები გამომდინარეობს მათი მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაც აქვთ თვითონ კეთილსინდისერების ნაწილში, სწორედ იმ დოზით ეშინიათ. დიახ, და ბოლოს მოდით აი მაყურებლისათვის რომ უფრო გასაგები იყოს, რაზე ამბობენ უარს, კიდევ ერთხელ განმარტოთ, რა არის ვეტინგის სისტემა, როგორ მოხდება ამ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება, ვის მხრიდან მოხდება მათი კეთილსინდისიერების შემოწმება? ანუ მოსამართლეების შემოწმებისთვის უნდა შეიქმნას კომისია, ასე ვთქვათ, ერთგვარი, რომელშიც იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომელსაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება აკადემიური ან პრაქტიკული ამ მიმართულებით და მათი ჩართულობით მოხდება შემოწმება იმისა, თუ რამდენად არიან კეთილსინდისერები მოსამართლეები, რომლებიც არიან საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და არიან ასევე სასამართლოს თავმჯდომარეები. საუბარია დაახლოებით 60 ადამიანზე. რაც შეეხება შემოწმების პროცესს, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ბევრი დეტალი. ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ კომისიის წევრებს ხელი უნდა მიუხდებოდათ ყველა ინფორმაციაზე და იმისათვის, რომ მათ შეძლონ შესაბამისი კვლევის და გამოძიების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ სისტემას აზრი ეკარგება, თუ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არ ექნებათ. მე მინდა გაგახსენოთ ერთი დეტალი და ყურადღება მივაქციოთ. ხშირად, როდესაც საუბრობენ ხოლმე სასამართლოში კორუფციაზე, ყოველთვის ამბობენ ეს გავლენიანი ადამიანები, მოსამართლეები, რომ თქვენ ვერ ნახავთ მტკიცებულებას, ამის მტკიცებულებები არ არსებობს კორუფციასთან დაკავშირებით. იცით რა არის, ყველაზე მთავარი აქ არის, რა თქმა უნდა, ის რომ პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტებმა ხელი შეუწყონ ამ გამოძიების ჩატარებას, რაც აქამდე არასდროს არ მოხდა და მეორე ყველაზე დიდი მტკიცებულება არის მათი ქონებრივი მდგომარეობა, მათი სიმდიდრე, რომელიც არის ასე თვალსაჩინო და ამის შედარება ხელფასებთან ძალიან მარტივია. ამდენად მტკიცებულებები რა ფორმით იქნება, ამას უკვე ის სტანდარტი გადაწყვეტს და ის ასე ვთქვათ კომისია რა ფორმითაც ასე ვთქვათ დაიწყებს ეს სისტემა მუშაობას. ამდენად ბევრი დეტალია, მაგრამ მთავარი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, შესწავლა, ეს ადამიანები რაში იყვნენ ჩართულნი, რა ხდებოდა, თუნდაც მოსამართლეების დანიშვნის დროს. უბრალოდ ეს პროცესი იქნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, თუ კი შეიქმნება და ძალიან ბევრ ამის კიდევ უფრო ნათელს მოფენს, მაგრამ საქართველოში რა არის, იცით, თუ შედარებებს ვაკეთებთ ხო? საქართველოში არის ყველაფერი ზედაპირზე. ასეთი შესწავლილი სასამართლო სისტემა, სადაც ყველაფერი არის ზედაპირზე, მათ შორის მედიას უამრავი რამ აქვს გაკეთებული ამ კუთხით. სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს, ეს ყველაფერი არის შესწავლილი. ამდენად არ იქნება რთული კომისიისთვის მუშაობა და იქნება მარტივი, იმაზე მეტად მარტივი ალბათ ვიდრე სხვა ქვეყნებში იყო, იმიტომ რომ ჩვენთან ძალიან ბევრი კვლევებია ჩატარებული ამ მიმართულებით.
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, მადლობა ქალბატონო ნაზიმისათვის, რომ იღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენ გავაკეთეთ ამ თემასთან დაკავშირებით გარკვეული პერიოდის წინ გადაცემა, თუმცა თემა არის აქტუალური, ის რჩება აქტუალური საზოგადოებაში და მნიშვნელოვანია იცოდეს ხალხმა თუ რაზე არის ლაპარაკი, იმიტომ რომ ვეტინგის სისტემა ჩვენთვის ადამიანებისათვის, რომელსაც არ გქონდა სასამართლო სისტემასთან უშუალო შემხებლობა, აღმოჩნდა სიახლე და საინტერესო სიახლე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, როგორ იქნება შესაძლებელი თუ ამას ხელისუფლება და სასამართლო სისტემა დათანხმდება, როგორ იქნება შესაძლებელი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება. მადლობა კიდევ ერთხელ მონაწილეობისათვის და გემშვიდობებით ნახვამდის. მადლობა.